და ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით რუსთაველის გამზირს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან სამანქანო გზა საპატრულო პოლიციამ გამთენიისას გახსნა. რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე? შემთხვევის ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი სოფო ზურაბიანი. სოფო, რა ხდება საკანონმდებლო ორგანოსთან? ამ წუთას სამანქანო გზა გახსნილია საპატრულო პოლიციის თაწმინდა კწანისის რაიონის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან ამ წუთას ტერიტორიაზე. ისინი აკონტროლებენ სრულად ამ ტერიტორიას. რა მოხდა დღეს გამთენიისას, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, მათ გადაწყვიტეს სამანქანო გზის გახსნა და არაპირებდნენ ხელის შეშლას აქციის მსვლელობისთვის. თუმცა სწორედ ამ დროს, როცა სამანქანო გზის გახსნას ცდილობდნენ ისინი, მოხდა შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და მოშიმშილეებსა და მათ შორის ისინი, ვინც შეეცადა ხელის შეშლას, ასეთია საპატრულო პოლიციის ოფიციალური ინფორმაცია ჩვენთვის, ისინი არიან ამ წუთას დაკავებულები და მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურის ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კადრები თუ რა ხდებოდა ამ დილით გამთენიისას. ეს კადრები მზერამ თავისი კამერით გადაიღო. არსებობს ორი ვერსია ამ მყოფი ადამიანები, რომლებიც დილით გამთენიისას ამ ყველაფერს შეეცნენ. ეს გახდათ ერთ-ერთი მაგდა პოპიაშვილი, ყვება რომ ადგილი ჰქონდა დარბევას. ის ამბობს, რომ საპატრულო პოლიციასთან მოხდა პატარა შეტაკება, რის გამოც ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გოგა ხაინდრავა და კიდევ ერთი რესპუბლიკური პარტიის წევრი არიან დაკავებულები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი ვერსია, ის აქ იმყოფებოდა დილით გამთენიისას. დაახლოებით ეს იყო 8:30-დან 8:15 რო დააკლდებოდა, როდესაც ჩვენ უკვე ჩავედით იქ და იქ იყო სადღაც 15-18 მანქანა და სუფთავების სამსახურის. ეს მაშინ როცა წინა დღეებში 2 მანქანაზე მეტი არ მოსულა და ზოგღამე საერთოდ არ მოდიოდნენ. როცა ვკითხეთ რა საჭიროა ამდენი მანქანა, მათ გითხრეს რომ არ ვიცით, ასეთი ბრძანება, თუმცა გითხრეს რომ უნდა სწრაფად დავალაგოთ. ზუსტად 10 წუთში მორჩნენ დაალაგებას და 10 წუთის შემდეგ ყველა მხრიდან, რუსთაველიდან, თავისუფლებიდან, მარიოტიდან, პირველი სკოლიდან, ჩიტაძიდან ჩამოვიდა ერთდროულად უამრავი პოლიციელი, დადგნენ შუა ხაზზე ქუჩის. ჩვენ გავლაგდით მოშიმშილეების წინ, რომ მოშიმშილეებამდე არ მისულიყვნენ, თუმცა ვიყავით ძალიან ცოტა და მარცხენა მხრიდან, ანუ სადაც დგას 9 აპრილის მემორიალი, იქიდან გაარღვიეს, იქცემეს მელაშვილი და რამდენიმე სხვა აქციის მონაწილე შევარდნენ უკვე შიგნით მოშიმშილეებში, აყარეს ის რკინის გისოსები და გადმოყარეს ხალხისკენ. პიძინა გეგიძია ნაცემია ლევან გაჩიჩილაძე. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, აქ იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი გოგა გრიგალაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არავითარი სხვა სახის რამ აქ არ მომხდარა. ისინი უბრალოდ შეეცადნენ სამანქანო გზის გაწმენდას და მაშინ როცა ხელის შეშლა შეეცადნენ რამდენიმე მოშიმშილე, მათ მიმართეს იმ ზომებს, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. ასეთია გოგა გრიგალაშვილის პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა დღეს დილით გამთენიისას რუსთაველის გამზირზე. ის ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ადამიანი ამ წუთას დაკავებულია. არანაირი დარბევა აქ არ მომხდარა. ჩვენ ვიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვიხსნა რუსთაველის გამზირი, ვინაიდან ძალიან ბევრი ზარები შემოდიოდა და უკვე მოსახლეობა და საზოგადოება იყო შეწუხებული ქუჩის გადაკეტვით. დღეს გაიხსნა რუსთაველის გამზირი, დასუფთავდა აქაურობა, ხედავთ თქვენ. და რაც შეეხება დარბევას, გამერწმუნეთ აქ არანაირი დარბევას არ ქონია ადგილი. თვითონ მიიღეს მომიტინგეებმა გადაწყვეტილება და დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. არავინ მათ ხელს არ უშლით აქციების ჩატარებაში, მაგრამ ეს უნდა ჩარჩეს კანონის ჩარჩოებში და არ უნდა გადაიკეტოს გზა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი წევრი რესპუბლიკური პარტიისა დაკავებულია, ერთი გოგა ხაინდრავაა დაკავებული და ერთი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან. დაკავებული არის რამდენიმე პირი. ანუ ვინც გაუწია წინააღმდეგობა პატრულს, ყველანი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით. ეხლა შესაბამისი დოკუმენტაციები დგინდება და შემდეგ ისინი წარდგებიან სასამართლოს წინაშე. არის თუ არა მათ შორის გოგა ხაინდრავა? ჯერჯერობით ვინაობები დადგენილი არ არის. დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ და ვინაობის დადგენის შემდეგ უკვე ისინი წარდგებიან სასამართლოს და ჩვენსაც ცნობილი იქნებიან ამ პირისპირები.
თქვენ ხედავთ, რომ რუსთაველის გამზირი გახსნილია, რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, იქ არის სამთავრობო დაცვა განლაგებული, აი ყვითელ საწვიმარებში, თუ მათ ხედავთ, რაც შეეხება მწვანე საწვიმარებში, ისინი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თათმიდა კრწანისის რაიონისა. აქ იმყოფება რჩება ადგილზე ჯერჯერობით გოგა გრიგალაშვილი, აქციის მონაწილეები აქ აღარ არიან. დიდი მადლობა.